ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნაძალადევის რაიონში, რეალურად ვდგავართ ნაგავსაყრელზე. ეს ტერიტორია სავსეა ნანგრევებით, ნაგვით, გამოყენებული შპრიცებით, არ არის შემოღობილი და ამ დროს აქ ნაგავსაყრელი კი არა, უნდა იდგეს მე-14 საჯარო სკოლა, რომელიც 3 წლის წინ დაანგრიეს და დღემდე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ამან შექმნა დამატებითი პრობლემა ნაძალადევის მოსახლეობისთვის, როცა მშობლებს უწევთ ასობით ბავშვის სხვადასხვა სკოლაში, ბევრად მოშორებულ ტერიტორიებზე მათი ტარება, ეს იწვევს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს, არარაციონალურ ფინანსურ საბიუჯეტო დანახარჯებს, რომელმაც მილიონობით ლარს გადააჭარბა. დღეს მხოლოდ ნაძალადევში 5 სკოლაა ზუსტად ასეთი დანგრეული, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც არ ზრუნავს მოქალაქეების პრობლემებზე. ეს გარემო სწორედ ამის თვალნათელი მაგალითია. იგივე მდგომარეობა 113 სკოლის ადგილა, სადაც ისევ ნაგავსაყრელია, ისევ ნაგვით სავსე, სადაც არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ დღეს არ აინტერესებს ქართულ ოცნებას რაიმე ტიპის შეღავათი ჰქონდეთ მოქალაქეებს. ჩვენი მიზანია ის, რომ ეს რეალური პრობლემები მოგვარდეს მოქალაქეებისთვის და ასევე ჩვენი პროგრამული მნიშვნელოვანი დაპირება, რომ სკოლებში, საჯარო სკოლებში, ყველა საჯარო სკოლაში უნდა არსებობდეს უფასო კვება მოსწავლეებისთვის. მშობლებმა და მასწავლებლებმა პირველ რიგში ძალიან კარგად იცით, რამდენად შეათ თქვენს მოსწავლეებს, როცა კარგავენ გონებას შიმშილისგან სასწავლო პროცესის დროს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი პროგრამული პირობით აუცილებლად თბილისელების მხარდაჭერის შემთხვევაში ყველა საჯარო სკოლაში იქნება უფასო კვება, რომლითაც მხარს დავუჭერთ თბილისის მოსახლეობას და ჩვენს მომავალს, რომელიც უნდა ვითარდებოდეს სწორედ ყველა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ თბილისელებს და თბილისის 200,000 მოსწავლეს. ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ, თბილისელებს მხოლოდ და მხოლოდ დარჩენიათ ის, რომ 4 ოქტომბერს არჩევანი გააკეთოს კორუფციულ რუსულ რეჟიმს ძალადობრივ ანტიქართულ ოცნებას შორის და ევროპულ ოპოზიციას შორის, რომელიც გთავაზობთ უფასო კვებას, რომელიც გთავაზობთ პენსიონერებს უფასო მედიკამენტებს, გთავაზობთ მზრუნველობას, გთავაზობთ ამ სკოლების მშენებლობას და ასე შემდეგ. არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე. უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, უნდა იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის და მოაგვაროთ ჩვენთან ერთად ეს პრობლემები. მე მინდა მივმართო ყველა ნაძალადევს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი შვილების მომავალი, რომ გადადოს ყველაფერი გვერდზე, საკუთარი თავიც კი და ხმა მისცეს საკუთარი შვილების ღირსეულ მომავალს, აუცილებლად მოვიდეს 4 ოქტომბერს არჩევნებზე და მისცეს ხმა წინააღმდეგ რუსული ოცნებისა, რუსული რეჟიმისა. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, სხვა შემთხვევაში თუ კახა კალაძე დარჩება თბილისის მმართველობაში და ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, არაფერი არ შეიცვლება ისევ ასე წლების განმავლობაში, როგორც აქამდე იყვნენ მოტყუებულები, იმავე მდგომარეობაში იქნებიან მოქალაქეები.